30 წელი ქალთა ეროვნული ნაკრები არ არსებობს საქართველოში. რო დაიშალა ყველაფერი საბჭოთა კავშირიც რო დაიშალა, იმასთან ერთად დამთავრდა ქალებშიც კალათბურთი. წელს შეიქმნა ეროვნული ნაკრები. ცირო აგებ, მაგრამ მიდიხარ მაგ რისკზე. მირჩევნია ეს პირველი მოსახვედრე დალახი ჩვენ მივიღოთ, ვიცით რომ სწორ გზაზე ვდგევართ და ვიცი რომ შედეგი აუცილებლად არ დააყოვნებს იქნება. მე რაც ნახე მინდა რომ ჩემმა ბავშვებმაც ნახოს. აი ვისაც უყვარს კალათბურთი, იმათი კალათბურთით ცხოვრება უნდა გრძელდებოდეს. რატო უნდა დაამთავროს 20 წლის ამ კალათბურთი? მე 6 კლასში ვიყავი, ჯანმრთელობის მიზნით მიმიყვანეს და იმდენად შეგვიყვარდა მე მთელ ოჯახს, რომ ქუთაისში მოვიწამდი და მე უკვე ნაკრებში თბილისში გადმოვედით. აგვირჩიეს რამოდენიმე გოგო, გასვლები მქონდა, ევროპის ჩემპიონატი მქონდა, ასაკობრივი ჯერ. უბრალოდ ესე მოხდა დიდ კალათბურთში ზიარება. 8 წლის ვიყავი, როდესაც ფიზკულტურის მასწავლებელმა გამომარჩია როგორც ტანმაღალი. ჩემს თხოვა რომ მიმსულიყავი კალათბურთზე. თავიდანვე მივხვდი რომ ეს ჩემი სპორტი იყო. 14 წლის ასაკში დავიწყე კალათბურთი, მანამდე ძველოსნობაზე დავდიოდი და შემთხვევით მოვკვდი კალათბურთის სამყაროში. როგორც კი ბურთხელში ავიღე, მოვიწავლე ასე ვთქვათ და იმ დღიდან დღემდე ჩემი ყოველდღიური ცხოვრება არის კალათბურთი. ბავშვობიდან გიждდებოდი კალათბურთზე, ძალიან მიყვარდა. ცოტა გვიან დავიწყე, სადღაც მე-6-7 კლასში დავიწყე კალათბურთის თამაში და რაღაცა პირველი წელი არ გამომივიდა და ამან არ შემაშინა, რომ დამენებებინა დაუშვათ კალათბურთის და ჩემ ასაკში ძალიან ბევრი კალათბურთელი იზრდებოდა და ძალიან დიდი კონკურენცია იყო გოგოებში და მე უკვე რო დაიშალა ყველაფერი საბჭოთა კავშირიც რო დაიშალა, იმასთან ერთად დამთავრდა ქალებშიც კალათბურთი. სტრაფი ცოტა მოუმატე. 2015-ში თავიდან დავიწყეთ კალათბურთის აღორძინება შენგელიას ხელმძღვანელობით. 30 წლის განმავლობაში ქალთა კალათბურთის შესახებ არაფერი არ ისმოდა, რაც ამიჩებოდა. თბილისში ჩატარდა 2015 წელს ახალგაზრდული ოლიმპიადა. ძალიან გულიმწყდებოდა, რომ არ იყო ქალთა ნაკრები ოლიმპიადაზე ვერ მიიღებდა მონაწილეობას და ლელა ცანავა და როლანდ გელოვანი ცხონებული მოვიდნენ ჩემთან და ყوار გავაკეთებთ. მეთქი რაიმე რესურსი თუ არსებობს ამისი თუ არიან გოგოები საერთოდ. სპორტის გაკვეთილი იყო მე 7 კლასი და რაღაც აი ისეთი გოგოები რა, გემრიელი, აი ვაშკაცური გოგოები ბიჭებს ეთამაშებოდნენ კალათბურთს და რო ქულა მიდის თამაში, იქ ერთი არა მე ჩავაგდე, ჩაითვალა ლელამას რაღაცები და რაღაც მოკლედ დავიწყეთ გოგოები ავარჩიეთ და შენგელიას ვთხოვეთ რომ იქნებ ნახო, გადახედო, შეხედო რომ მივედი ვარჯიშზე შეხედულად ერთი მეორეზე გადასარევი კაი გოგოების უყველა, მაგრამ ვარჯიშები ცარიელ კალათში ვერ აგდებდნენ ბურთს იმ დროისთვის. სამთოში ოლიმპიადა იწყება და სკეპტიკურად განვიწყო, მეთქი სირცხვილია, მეთქი რა ჯობი, ხوار ჯობია რომ საერთოდ არ გამოვიყვანოთ გუნდი და მაშინ მახსოვს ორივე შემართება, ლელა შემართება, უფრო როლანდი უფრო უთხმელი იყო და უფრო აი ფუსფუსა და საქმეს აკეთებდა და გვერდში გვედგა მართლა უფროსი მეგობარები და მამასავით რა. და ლელა იყო ორი თვე ხო გვაქვს, ერთი თვე მაცალე და თუ არა, აი თუ არ მოგეწონება ვნახოთ და მეთქი ვნახოთ. ერთ კვირაში მივედი იმ დასკვნამდე, მეთქი თუ სიცხვილი ჭამა ერთ დავჭამოთ სიცხვილი თუ გამარჯვება კიდე ერთად ვიზეიმოთ. გამოვედით ოლიმპიადაზე, ხა არ მოგვიგია და მაღალი ადგილები არ დაგვიგავებია, მაგრამ დავფიქსირდით, რომ
საქართველოში არსებობს გოგონათა გუნდი. მათიდან მოყოლებული დავიწყეთ მუშაობა იმ წელს, რომ ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატი, ფინალი ვითამაშეთ უფროსი ასაკით. ანუ ეს იყო პირველი 25-27 წლის მერე ახალი დაწყებული ნაბიჯები ქალთა კალათბურთში. ძალიან ნაყოფიერი გქონდა ის წლები ჩვენ, იმიტომ რომ არაფრისგან გააკეთო რაღაცა. ლელა და როლანდი დადიოდნენ რაიონებში და ბავშვებს ეძებდნენ. აი რაღაც ძალიან მაგარი ძურები კეთდებოდა რა. ამის შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო მე ვტოვებ ფედერაციას, გამგეობას მოვდივარ და მომყვენეს ჩემი მსმელების უკან. და სამწუხაროდ არ გაგრძელდა ისე როგორც ჩვენ გვინდოდა რა. მიას საჯარო სკოლაა და შარშან ესენი გახდნენ ჩემპიონები და მიხარია რომ ამ სკოლაში ვარ 15 წელზე მეტია. აი ნახეთ, ქალთა ლიგაც მოგებული აქვთ. ყველაზე საამაყო არის მსოფლიოა მოგებული, მაგრამ პანდემიის პერიოდი დაემთხვა. ინდოეთში მივდიოდნენ და აი ნახეთ, იქაც გოგოები ეთამაშებიან ბიჭებს. და მე 3 ადგილზე გავხდნენ ბიჭებში. აი ატოლს არ უდებენ ის იმდენად უკაცრავად და თხა გოგოები არიან რომ ძალიან კაია მოკლედ. რა ვიცი, მე ბედნიერი ვარ ძალიან, ვიცი რომ ეს კალათბურთი არის ყურბის. ძალიან კაცრი ვარ, მაგრამ იმდენად უყვარო, აი ის ყვირის, მეთქი მე არ ყვირი ვარ. არა, თქვენ რაღაც სხვანაირად ყვირი ხართ. ლიზი! ანუ მე ვთვლი რომ ყველას უყვარ ყველას და ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, ვაი მე ხوار ვაწყენინე ვინმეს, რომ მერე საღამოობით როცა განვიხილავ რაღაც ვარჯიში კარგად ჩავატარე ან რაღაცა და მე მგონი საყვარელი მასწავლებელი ვარ ესე რომ ძალიან საყვარლები არიან და აი ხელა სითბო მოდის იმათგან რომ აი ენერგია უაზროდ ენერგიული ვარ და სულ მეკითხებიან ლელა სადა გაქამდენი აი ბავშვებიდან მოდის ეს დიდი ენერგია აი ბავშვებიდან და სულ ველაპარაკები ანუ ჩვენი ურთიერთობა არის ლაპარაკით ჩვენებით აი ჩართე ნახე უყურე აი ვინ გაჯობებს მეთქარ მოვითხოვ აი სულ მაგას ვეუბნები რომ აი სხვა არ გაჯობოთ აი ისინი რატო აი თქვენი ბრძოლეთ აი რატომღაც ესე მინდა რომ აი ჩემებმაც მინდა რომ ნახონ ის ევროპის ჩემპიონატი ის გასვლა მსოფლიოზე ხა რაღაცები მინდა მე რაც ნახე მინდა რომ ჩემმა ბავშვებმაც ნახოს სამი შვილის დედა ვარ და სამივე შვილი სპორტით იყვნენ დაკავებულები. 11 წლის იყო ეკა და მივიყვანე ლელასთან, ჩემთან არა. ლელა ათამაშებდა ბიჭების ჩემპიონატებში. აი არ ჩამოუვარდებოდა ბიჭებს 14 წლის უკვე აიყვანეს 16-ების გოგონათა ეროვნულ ნაკრებში. იტალიაში უნდა გამგზავრებულიყო ეკა, კემპი ტარდებოდა, ბავშვების შერჩევა ევროპის ნაკრებისთვის. ორი ბიჭი და ეკა 1-3 გაემგზავრნენ ბოლონიაში. რაღაც აი რო გითხრა იმედი მქონდა რომ ევროპის არა კი ძალიან ტექნიკური იყო, სწრაფი იყო და ჭკვიანი მოთამაშე იყო, მაგრამ მაინც ახლა სადაც არის იტალია, გერმანია, საფრანგეთი, წამყვანი ევროპის ქვეყნები, ფიქრობდი რომ ახლა როგორ უნდა მოხდეს საქართველოს და ვინ აიყვანს თქო. აღმოჩნდა რომ არის ესეთი ვეტერანი კალათბურთელი ბორის დიაო, რომელსაც მოეწონა ეკატერინე და რომლის ჩანაწერიც ჩამოვიდა საქართველოში რომ შენ მოხდი. თუმ ბედნიერი ვარ გითხრა რომ შენ წარადგენ ახლო აღმოსავლეთს დაიცავ ევროპის ღირსებას 2019 წლის ჯუნიორ NBA-ის მსოფლიო ჩემპიონატზე. სასწაული წუთები იყო, იმიტომ რომ ესეთი რამ საქართველოს ისტორიაში, ანუ კალათბურთის ისტორიაში ვიძახი ახლა NBA ჯუნიორზე ვინმე ქართველი მოთამაშე თან გოგონა მოხვედრილი იყოს, ესეთი რამ არ ყოფილა და ეკას მოხვედრა ევროპის ნაკრებში და ორლანდოში მსოფლიო ჩემპიონატის თამაში
მარტო გოგონებისთვის კი არა, მაშინ ბიჭებისთვისაც მაგარი სტიმული იყო, იმიტომ რომ მოხდა ვიღაც საქართველოდან. მე ხო მეგონა რომ საქართველოდან შეუძლებელია ვიღაცა მოხდეს, ხო? და მოხდა, ხო? ჰქონდა ესეთი შემთხვევა, რომ ბიჭები თამაშობდნენ ფეხბურთს. ერთ-ერთი აქტიურად გამოირჩეოდა, რომელიც შორიდან ისე კარგად თამაშობდა და ისეთი დახვეწილი მანერები ჰქონდა, რომ გვეგონა, რომ იყო ბიჭი, რომ მიუახლოვდი, რომ გამერკვია გოგონა იყო თუ ბიჭი იყო, ნოი გაიქცა და ბიჭებს კითხე, რომ ვინ იყო ეს, რომელიც ესე აქტიურად კარგად თამაშობდა ფეხბურთს და მითხრეს, რომ ეს იყო მათი ძმაკაცი ნონა. და ეს ნონა მოხვდა კალათბურთზე, შემოვიდა ჩვენთან, ბიჭებთან ერთად იზრდებოდა. ნოი ცომაია არის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი წევრი. რვაწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდით ჩვენ და ეს 8 წელი არც ერთ წამი არ მიმიტოვებია ფიქრი იმაზე, რომ დაუბრუნდებოდი და თუ დაუბრუნდებოდი აუცილებლად ქალთა კალათბურთში და იმიტომ რომ ვაჟთა კალათბურთი საიმედო ხელშია და სწორედ მიდიან. თან ბუნებით ისეთი ვარ, რომ მიყვარს აი გასაცოცხლებელი, გასაკეთებელი, შემოქმედებითი სამსახური მიყვარს, სამუშაო მიყვარს რა და თან ხედავ რომ არის პოტენციალი ქალთა კალათბურთის, თან ისტორიაც აქვს. წელს 2024 წელს პირველი წელი არის 30 წლის შემდეგ, რაც შევიკრიბეთ. ლელა ცანავას და კახა შენგელიას დახმარებით შეიქმნა ეროვნული ნაკრები. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ შენი ქვეყნის სახელით გამოდიხარ და შენი ქვეყნის სახელი უნდა დაიცვა პირველ რიგში და მე სხვა დანარჩენი. კაპიტანი ვიყავი წელს ეროვნული ნაკრების და რადგან პირველი წელი იყო 30 წლის შემდეგ ქალთა ეროვნული ნაკრების შექმნიდან, საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა იყო, რადგან ბევრი გოგო ერთმანეთს არ ვიცნობდით და არ ვიყავით შეთამაშებულები ერთმანეთთან. ვითამაშეთ და დავდეთ ის შედეგი, რისი დადებაც შეგვეძლო იმ პერიოდისთვის, რადგან მხოლოდ ერთი თვე გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ გვევარჯიშა ნაკრების ჩამოყალიბებამდე. აი დავინახეთ ელემენტარული რესურსი თუ არა, ვიცოდით რომ წავაგებდით ამ წაგებას მოყვებოდა ტალახის სკოლა, უსიამოვნო საუბრები, უსიამოვნო ლაპარაკების მოსმენა, მაგრამ მზად ვიყავი, იმდენად მინდოდა რომ დავფიქსირებულიყავით რადარზე. წაგება, ვაიმე როგორ არ მეყვარს, მაგრამ სხვა გზა არ არის, იმიტომ რომ თუ იწყებ, არაფერი არ აქვს და ყველა უნდა სხვა გზა იცი რომ აგებ, მაგრამ მიდიხარ მაგ რისკზე, რომ და ამიტომ ვიწყებ წაგებით ჯერჯერობით და ნახოთ რა იქნება. მარცხის გარეშე გამარჯვება არ მოდის, ესე მგონია და ვფიქრობ, რომ მარცხით ვსწავლობთ ყველა იმას, რისი გაკეთებაც შემდეგში მომავალში დაგვჭირდება. სწორედ მაქედან ვიძენთ იმ უნარჩვევებს, რაც გამარჯვებისთვის დაგვჭირდება, თუმცა რასაკვირველია, მარცხთან შეგუება არ არის მარტივი და ყოველთვის უნდა ვცადოთ, რომ შედეგი უფრო კარგი დავდოთ და ვპროგრესირდეთ ყოველდღიურად. რთულია, როცა შენ მოთამაშეებს და შენ გუნდს უყურებ, რომ აი უნდა რომ მოიგოს, მაგრამ არ აქვს საიმისო გამოცდილება, საიმისოთ არ არის მზად, მაგრამ ეს გასავლელი იყო, აუცილებლად უნდა გავგველო და გავიარეთ ერთად გოგოებთან ერთად. არ ვფიქრობ იმაზე, რომ არასწორად მოვიგეთ. ვფიქრობ, რომ სწორად მოვიგეთ და მირჩევნია ეს პირველი მოსახვედრი ტალახი იქნება თუ არასასიამოვნო საუბარი ჩვენ მივიღოთ, მაგრამ ამის შემდეგ ვიცით, რომ სწორ გზაზე ვდგევართ და ვიცი, რომ შედეგი აუცილებლად არ დააყოვნებს, იქნება და დაველოდებით იმ საუკეთესო პერიოდს, რასაც უკვე პირველი გამარჯვება დაერქვა და მერე კიდევ უკვე ჩემპიონატის მოგება ეროვნული ნაკრების სახელით. 2 წრე ევროპის ჩემპიონატი ვითამაშეთ ისე რომ ამხანაგური თამაშიც არ ჩაგვიტარებია. იმიტომ რომ იმდენად მოულოდნელი იყო თვითონ ფედერაციისთვისაც ეს გოგოების 3 ნაკრები პლუს ეროვნული ნაკრების გამოჩენა, რომ არ აღმოჩნდა ამ ეტაპზე ამისთვის არც მატერიალურად, არც დარბაზების მაქსიმუმს აკეთებენ, რაც შეუძლიათ, მაგრამ ის მაქსიმუმი ესე სკოლარულად გამოსული თანხები არ არის იმისთვის საკმარისი, რომ გუნდს დაეტყოს და გუნდმა უცებ შედეგი დადოს, მაგრამ იმის იმედი მაქვს, ვირდებიან იმას, რომ მაქსიმალურს გააკეთებენ, რომ რაც შეიძლება საუკეთესო გავაკეთოთ ჩვენი გოგოებისთვის.
ჩემი იმედი ის არის, რომ რაც უფრო მეტი კალათბურთელი იქნება, გოგონა, უფრო კონკურენცია უფრო იქნება და უფრო მაგარი კალათბურთელები გაიზრდებიან და მოკლედ ეს არის ჩემი იმედი. რა თქმა უნდა, ნაკრების ყოფნა და არსებობა აუცილებელია. ქალთა ნაკრებზე მაქვს საუბარი, იმიტომ რომ ბიჭებს ასე თუ ისე ყურადღება ექცეოდათ და ექცევათ და იმ ბავშვებს ვისაც უნდათ თამაში და ძალიან უნდათ თამაში. იყო ესეთი მომენტები და წლები, როცა ბიჭების გუნდში თამაშობდნენ, ვარჯიშობდნენ ეს გოგონები და ბიჭების გუნდში გამოდიოდნენ. აი ასაკობრივი დავუშვათ 16-ები, 18-ები, 20-ები. აი მე ხო უნდა გაგრძელებულიყო. ანუ ეს ეროვნული ნაკრები უნდა შემდგარიყო ჯერ ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ქვეყნის სახელიც არის. აი ვისაც უყვარს კალათბურთი, იმათი კალათბურთით ცხოვრება უნდა გრძელდებოდეს, გაიგე? რატო უნდა დაამთავროს 20 წლის ამ კალათბურთი? აი მითხარი. დაუშვათ დაოჯახდა, მე რა დაოჯახებულსაც შეუძლია კალათბურთი ითამაშოს. არ შემიძლია არ აღვნიშნო ლელა ცანავას თავდადებული შრომა და წამოწყება იმისი, რომ არსად რო აღარ არსებობდა ქალთა გუნდები, არსად რო აღარ არსებობდა ქალთა ელემენტარული გუნდებზე აღარ იყო საუბარი, არ ვარჯიშობდა ხალი გოგო, საერთოდ არ ვარჯიშობდა, აღარ იყო აღარანაირი სიტუაცია. ლელა ცანავა მოახერხა ის, რომ ქალთა გუნდი უკვე წამოეწია და რაღაცები გაეკეთებინა, რომ არსებობა ქონოდა ქალთა კალათბურთს. ლელა ცანავა რო არ ყოფილიყო 2015-ში ოლიმპიადა რო ჩატარდა, საქართველოს ქალთა გუნდს ვერ გამოიყვანდა. ჩემი პროფესია პედაგოგია ზოგადად. საკუთრად არის ჩემი პროფესია და ვმუშაობ ორ სკოლაში. მაგრამ იმდენად ვარ მოწამლული ამ კალათბურთზე ჩემი სამყაროა და ეს ყველა მიცის, ანუ შიაურებაც, გარეულებაც, ოჯახის წევრებმაც, რომ ალბათ ვერასოდეს ვერ დავარებებ თავს, სანამ მექნება საშუალება, რომ ვემსახურე კალათბურთს, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით ვემსახურები და სიამაყითაც ვემსახურები. მართლა ვგიჟდებოდი კალათბურთზე, სულ ვიძახდი ხოლმე, რომ მე უნდა ვმუშაობდე კალათბურთის სფეროში. მეტი აი არაფერი არ მაინტერესებს, ხო ვიძახდი. იმის მერე რა თქმა უნდა პაუზა მქონდა ეს ოჯახი და რაღაც, მაგრამ ისევ და ისევ კახა შენგელიას მადლობა, რომელმაც დამაბრუნა ამ საოცარ სამყაროში. ტირილამდე მიდივარ ისე მიყვარს, აი რაღაცა რო არ გამომდის. ძლივდავდი აქ სიტყვა ვარჯიშზე მაინც მოვედი და საერთოდ აი ჩემი გაჩერება აი კალათბურთზე მიდივარ და იქ თავდება ოჯახით ვერ მეწინააღმდეგება. ანუ ეროვნულ ნაკრებში ვინც ვიყავით, ის გოგონები ეხლა უკვე ქალები ძალიან ბევრი ჩართული ვართ ისევ კალათბურთში და ვესახურებით ქართულ კალათბურთს და ალბათ სადამდე შეუძლებთ და საშუალება გვექნება მოვემსახურებით კალათბურთს.